მოგესალმებით ღვთისმშობლებო. ვიდრე გაჩვენებთ ჩვენი სიცოცხლის შემოქმედისაგან, უზენაესი ღმერთისაგან დაწესებულ შესაწირავებზე, სანთელზე, საკმეველზე, მირონზე რა იკითხება წმინდა წერილებში და ბოლოს თუ რატო და როგორ გააუქმა ეს ყოველივე იესოს მსხვერპლმა, მანამდე მოდით ასეთი რიტორიკული კითხვით მინდა მოგმართოთ. ყველა სამლოცველო ადგილზე პირადად თუ ანთებთ ხოლმე სანთელს? და რამდენს ანთებთ ხოლმე? ალბათ სამცალს ხო წმინდა სამების სახელზე. ხოლო თუ ტაძარში შედიხართ, იქ ალბათ გეტყვიან ხოლმე, რომ ბაზრიდან ნუ მოგაქვთ აქ სანთელი, აქ შეიძინეთ, ხო? სადაც უფრო 4 მაგი და 5-ჯერ მეტი ფასის გადახდა გიწევთ. და ისინი ამბობენ, რომ გარედან ბაზრიდან მოტანილი სანთელი არ არის ნაკურთხი და არ იქნებაო, ხო? არ შეგეწევათო. ჩვენთან უნდა იყიდოთ. ხო, როგორი მათ არის ეს მათი ბიზნესი აწყობილი, სიამოვნებაში ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ამაში დარწმუნდებით ახლა, როდესაც მე გაჩვენებთ იმ მტკიცებულებებს და არანაირი ძალა არ აქვს იმ თქვენს ანთებულ სანთელებს. ტყუილა ანთებთ სინამდვილეში, არა აქვს მნიშვნელობა რა რაოდენობით, რა ინტერვალით დადიხართ და ანთებთ ამ სანთლებს, მაგრამ წმინდა წერილებიდან გაჩვენებთ, რომ ღმერთი ამას არ ითხოვს და უფრო მეტიც. ღმერთის მითითებების საწინააღმდეგო ქცევა ეს. ამიტომ მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ წმინდა წიგნიდან უზენაესი ღმერთისადმი ეს წმინდა მსახურება, თუ ვის უნდა შეესრულებინა, როდის, როგორ და რა ფორმით უნდა აენთოთ სანთელები და თავად მიაქციათ ყურადღება აი ამ სიტყვებს, უზენაესი ღმერთის დადგენილებებს. მოიმარჯვე შენი ბიბლია, თუ იცი მასში როგორ მოძებნო, ესა თუ ის წიგნი, მოძებნე ძველი აღთქმა, ძველ აღთქმაში რიგით მეორე წიგნი, ანუ პირველი წიგნია დაბადება ბიბლიისა, შემდეგ მოყვება წიგნი გამოსვლა. და ნახე მასში 25 თავი. აქ ჯერ ვნახოთ თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასანთლეები, რისგან უნდა ყოფილიყო და რა ფორმის, აგერ დაურთავ გამოსვლის 25 თავის 31-დან 34-ის ჩათვლით. ამ თავებს და მუხლებს იმიტომ ასახელებ ხოლმე, რომ თქვენ საკუთარ ბიბლიებშიც გადაამოწმოთ ან ჩანაწერები გააკეთოთ და მერე თვითონ თქვენს მოძღვრებთან გადაამოწმოთ, ვისაც ეჯვიგებარებათ ამაში. გვესმის ხო აი ამ მითითების არსი ღვთისმშობლებო. აქ თავად უფალი კარნახობს მოსეს, რისგან უნდა გააკეთოს სასანთლეები, რა ფორმის უნდა იყოს ისინი, თქვენ რომ სანთლებს ანთებთ, აი ამგვარ სასანთლეზე ანთებთ ხოლმე? როგორი აღწერილობაც აქაა. მოდი შეადარე, როცა მიხვალ სანთლის ასანთებად, იმიტომ რომ უფალი თაღლითებს ვერ იტანს. იმიტომ აკონკრეტებს თუ აკვირდებით აქ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასანთლე. ახლა ვნახოთ შემდეგი მითითება. ეს უკვე მესამე წიგნია ამ გამოსვლის შემდეგ ლევიანების 24 თავის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე მუხლები. აქაც მიაქციეთ ყურადღება პირველი მუხლიდან ვიგებთ, რომ ეს უბრალო ვინმეს მითითება კი არა, არამედ ჩვენი სიცოცხლის შემოქმედეს, ჩვენი ზეციერი მამისა და უფალის, ხო? ხოლო მეორე მუხლიდან ვიგებთ რითი უნდა ყოფილიყო ლამპარი დამზადებული, რაც დროდადრო კი არ უნდა ანთებულიყო კარავში. და მოგვიანებით უკვე როცა ტაძარი შექმნეს, აი ამ ტაძარი ააშენეს, ტაძარში კი არ უნდა ანთებულიყო, არამედ როგორც მეორე მუხლის ბოლოში მუდმივად უნდა ყოფილიყო ეს ანთებული და ამას აკონკრეტებს თუ აკვირდებით აგერ მესამე და მეოთხე მუხლებიც, ხედავთ ხო როგორ აკონკრეტებს. და იმ დეტალსაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ამას უბრალო ადამიანები კი არა ანთებდნენ, მხოლოდ ტაძარში მომსახურე მღვდელმთავარს უნდა აენთო ხოლმე ის. ხედავთ ხო როგორ იკითხება. და როგორ ფიქრობ ახლა შეესაბამება ერთი-ერთში აქ მოცემული მითითება იმას, რაც დღეს ეგრეთ წოდებულ სალოცავში თუ ტაძრებში ხდება. მით უმეტეს კი ოჯახებში, როცა ეგრეთ წოდებული ხატების კუთხესთან აქვთ ხოლმე სანთელი ანთებული. და მაშინ თუ ფიქრობთ, რომ ეს ასე უნდა გააგრძელოთ, დამიკომენტარეთ ვინმე, სად ამოიკითხეთ, რომ მაგალითად თაფლის სანთელი უნდა აინთოს და თანაც ისე როგორც გაწყობთ. ხო? იმიტომ რომ მეც მინდა ვიცოდე, სად წაიკითხეთ ეს დეტალები თქვენ, ვინ ამოგიკითხათ, რომელი წიგნიდან, მეც მინდა რომ ნახო, ხო? დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მაგ მონაკვეთს თუ მიმითითებდა ვინმე აქ. ისე რომ როგორც ხედავთ, თაფლის სანთელზე არსად არა ბიბლიაში საუბარი, რომ თაფლისგან დამზადებული სანთელი და თანაც ყველა ადამიანს რომ უნდა აენთო და ისე როგორც თვითონ მოეპრიანებოდათ. ეს უბრალოდ არის ბიზნესი, დიდი ხნის ბიზნესი, რომელთაც სერიოზულ
ფულს შეულებენ, ხო, ეს საბუღალტრო ანგარიში ვისაც გეხერხებათ, შეგიძლიათ დადგეთ და გადაიანგარიშოთ. რამდენჯერ შედის ერთი ადამიანი ამა თუ იმ სალოცავში, რამდენ სანთელს ანთებს, სულ რამდენი ადამიანი შედის და მე ჯამში თვის ბოლოს ნახავთ რა კოლოსალური თანხებთან გექნებათ საქმე. რადგან უფლის მოთხოვნები აი ამ მსგავსი რაღაცა დაწესებები, სანთლების ანთება და ესეთი რაღაც პირჯვის გადაწერები არსად არ იკითხება წმინდა წერილებში. ეს არის მოფიქრებული, როგორც გითხარით, უფრო მოგვიანებით საუკუნეებში, განსაკუთრებით თაღლითი ცრუპენტელა, ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების მიერ, რომლებიც სიამდვილეში არც არიან სასულიერო პირები, ჩვეულებრივი ანაფორებში, აი ამ კაბებში გამოწყობილი ბიზნესმენები არიან. და თავიანთი ბიზნესი აქვთ, რომელიც არ იბეგრება, განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში, ხო? მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ შემდგომი მითითება საკმევლის კმევაზე, თუ ვის უნდა ეკმეა საკმეველი, როდის, როგორ, ანაიად ჯერ როგორ უნდა დაემზადებინათ. აგერ კლავაც ამ ციკლს გამოვიყენებ გამოსვლას 34 აქ არის თუ აკვირდებით 34-დან 38-ის ჩათვლით მუხლებს დავუხთავ. აი ამ წიგნიდან, ამავე თავში, 21 თავში და 34 მუხლიდან ნახეთ რას ვიგებთ, რომ ესეც უფლის მითითებაა. ხედავთ? მე ყოველთვის გაჩვენებთ ამ მონაკვეთები და ესენია უფლის მითითება, ანუ ჩემი აზრებს კი არ გახვევთ და ხვდებით ხო? უფლის მითითებებს კითხულობთ 34-35 მუხლში რა იკითხება. აქ არის ინგრედიენტებზე საუბარი, რითი უნდა დამზადებულიყო საკმეველი. 36 მუხლიდან საუბარია მომზადების წესზე და იმაზე თუ კონკრეტულად სად უნდა მოემზადებინათ, ადგილიც კი მიუთითა უზენაესმა. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება იმ მითითებას, რომელსაც 37-38 მუხლებში ვკითხულობთ, რომ მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებულ ცრუმადიდებლებს ამისი მსგავსი საკმევლის მომზადება ეკრძალებათ, ხოლო 38 მუხლიდან საუბარია უფლის განაჩენზე, ვინც ჯიუტად დაამზადებდა საკმეველს, ან მის მსგავს ნაზავს და მერე აკმევდა. აგერ მომდევნო მუხლებსაც გაჩვენებთ გამოსვლის 21 თავის, მე-7, მე-8, მე-9 მუხლები. ნახეთ რა იკითხება აქ, მე-7, მე-8 მუხლებიდან ვიგებთ თუ რომ არა ამას მხოლოდ მღვდელთავარს უნდა გაეკეთებინა, მხოლოდ მღვდელთავარს უნდა ეკმეა, სხვებს არ ჰქონდათ ამისი უფლება. მაგრამ ჩვენ უფრო ის გაფრთხილება გვაინტერესებს უფლის მიერ, რომელიც მე-9 მუხლიდან იკითხება, ნახეთ, რაც ეხება ყველა თვითმარქვია სამღვდელოების წარმომადგენელს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სამღვდელოებაა, კათოლიკია, მართლმადიდებელია, ვინც კი საერთოდ სამღვდელოებას ირქმევენ, ხო, რომ მიიტაცეს ეს სახელი, იმიტომ რომ ესენი არიან სრუპენტელები, როგორც გითხარით, ისინი ვერ დაგისაბუთებენ აი ეს კითხვები, რომ დაუშვათ, რომ წაგვაკითხებთო მთელი ამის წესები, ყველაფერი ვერ წაგაკითხებენ, ვერსად, და რაც იკითხება, აგერ გაკითხებთ მე, უფლის მიერ მოცემული ამ მითითებების შესახებ. და ესეთი მღვდლების ფუნქცია მოვალეობაში იმ დროში სწორედ ეს შედიოდა, აი ეს სანთლების ანთება, საკმევლის კმევა და ეს ყველაფერი შიდა განაწესით არის გაწერილი, აგერ ბიბლიაში. თუ ტაძარში ეს წესი როგორ უნდა შეესრულებინათ. ახლა კი ვნახოთ წმინდა მირონის დამზადების წესი. როგორი იყო და რა მითითებები მისცა უფალმა მირონთან დაკავშირებით, იგივე ამ წიგნის გამოსვლის 21 თავი ნახეთ, 22-დან 26-ის ჩათვლით დაურთავ მუხლებს. რას ვკითხულობთ, მიაქციეთ ყურადღება 22 მუხლიდან. ესეც უფლის მითითებაა. ხო? და რა ჩემი აზრის გავრცელება, როგორც ბევრი მაბრალებს. სად აი დააკვირდით ახლა აქ ესეთი აი ამ დეტალებს, აი ყველა საღათმოაზროვნე ადამიანმა დაუშვით ხოლმე აი ეს ცრუპენტელა მამაოებს ეს კითხვები, დღეს რო სანთლებს აი ამ ანთებენ, საკმეველს აკმევენ, თუ წმინდა მირონს თუ ზეცროს ცხებენ, საიდან მოაქვთ საფუძველი გაჩვენონ, სად იკითხება. თუ ეხლა თავიანთ წიგნებს გამოგიტანენ, ამითაც ხომ მიხვდებით, რომ ის მათი ნააზრევია იქ და არა უფლისა. უფლის მითითებები მხოლოდ აგერ ბიბლიაში იკითხება. და აი ეს კონკრეტულად ტაძარში მომსახურე მოდლების ფუნქცია, მოვალეობები და ეს დეტალები, წვრილმანები, ეს შიდა განაწესით აზრისა, მხოლოდ ძველ რჯულში, ლევიანებში, გამოსვლის ბოლო თავებში და რიცხვში. აი ამ წიგნებში იკითხება. ნახეთ ახლა ამავე 21 თავის 31-დან 33-ის ჩათვლით მუხლებში რა გაფრთხილება იკითხება. 32 მუხლიდან ვიგებთ, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს არავის უნდა ეცხოს წმინდა მირონი. აქვე 32 მუხლიდან მეორე ხაზიდან ვიგებთ, რომ მსგავსი ნაზავი არავის არ უნდა დაემზადებინა, ხოლო 33-დან ვიგებთ, რომ ეს ჯიუტის სამღვდელოება მალე მოკვეთილი იქნება და დასრულებული უფლის მიერ, რადგან მათ არათ ჩააგდეს მისი ეს გაფრთხილება, რაც აქ იკითხება, ხედავთ ხო? და გასული ასევე ის
მუხლებსაც თუ შეადარებთ, თქვენ დაინახავთ როგორი მომავალი ელით ყველა ეპირონებას, ვინც უფლის აი ამ მეთითებებს არ ღვარენ. ესენი ხო ჩემი ნაზრები არ არის, ხშირად უსახონენ მე. ხას ამას ვინც შემოდის ჩემი ვიდეორგოლების სანახავად, ისინი ისმენენ არა ჩემს სიტყვებს, არამედ უფლის სიტყვებს, რომელიც ამოღებული მაქვს ხოლმე კონტექსტებად, კონკრეტული მონაკვეთებიდან, წმინდა წერილებიდან და იმას ვდებთ თქვენს თვალწინ. ამიტომ აუცილებელია თქვენ ისინი იკითხოთ და მერე თქვენ თვალებს დაუჯეროთ. მე უბრალოდ მსჯელობ ხოლმე ამ მონაკვეთებზე. და წინა რიგითი 21 ვიდეო თუ არ მოგისმენიათ ამის წინ გთხოვთ რომ შემოხვიდეთ ჩემს პირად გვერდზე და მოისმინოთ რადგან იქ დავდე თუ სინამდვილეში დღევანდელი სამღვდელოება ის მსახურება ღმერთისადმი მსახურება კი არ არის ის არის ჩვეულებრივი ფარსი ჩვეულებრივი ცირკი და კლოუნადა რადგან ბიბლიაში არ სადარწერია ის რიტუალები ის წესები რასაც ისინი აკეთებენ მათი ჩაცმულობის შესახებ და ასე შემდეგ სწორედ იმ გასულ ვიდეორგოლშია განმარტებული აქ მოკლედ კიდევ მოვიყვან ახლა ახალი აღთქმიდან, კერძოდ ებრაელთა წერილიდან მეათე თავს თუ ახალ აღთქმა გააქვთ ცალკე ეს არის ბოლო ახალი აღთქმა და ფსალმუნები თუ გააქვთ ბოლოდან მესამე წიგნია, თუ თვითონ მთლიანი ბიბლია გააქვთ, მაშინ ბოლოდან მეორე ებრაელთა მიმართ. ნახე ეს ახალ აღთქმაში მეათე თავში, სადაც ვიგებთ იესომ როგორ გააუქმა ეს ყველაფერი. აი ეს სანთელი, საკმეველი, მირონი, ზეთის, საერთოდ ის წვრილმანები, დეტალები, რაც შიდა განაწესი იყო ტაძრისთვის გაწერილი და მღვდელთა მოვალეობა ფუნქცია, როგორ გააუქმა და როგორ აიღო თავის თავზე, თავისი მსხვერპლის გაღებით. აგერ მეათე თავი ებრაელების წერილიდან მერვედან 12-ის ჩათვლით მუხლებს დაურთავ. დააკვირდით მერვე მუხლიდან ვიგებთ, რომ ყველა ეს შესაძლებლობები, რაც იყო დადგენილი ძველი რჯულით, რაც ზემოთ უკვე ჩვენ შევეხეთ, იესოს მიერ აი ეს იქნა გაუქმებული მისი შეწირვით. ანუ იესომ რო თავისი თავი გაიღო, ამით გააუქმა ის ყველა, რაც იკითხება ხო, აგერ მეცხრე მუხლში. ხოლო მეათე მუხლიდან გვიმარტავს, რომ იესო ქრისტეს აი ამ სხეულის ერთის შეწირვაზე ძვირფას ჩვენ ვერაფერს ვეღარ გავიღებთ, ხო? აი ვინ რა შეგიძლია თქვათ? თქვენი ანთებული სანთელი, თქვენი საკმეველი თუ მირონი თუ ასე შემდეგ, რომელიმე მათგანი ძვირფასი იყოს იესოს დაღვრილ სისხლზე. ამიტომაც განგვიმარტავს, რომ ჩვენ ეს გამოსყიდვა იესომ გააკეთა თავისი სისხლით. და შემდეგი მე-11 მუხლიდან იგებთ, რომ ტყუილად დგანან მღვდლები და ტყუილად აკეთებენ იმ მსახურებას, რასაც ეწევიან, ხო? და იმ პერიოდში როცა ეს იწერებოდა, ეს იყო ნათქვამი იმ ლევიან მღვდლებზე, პირველ საუკუნეში მოღვაწე, ტაძარში მოღვაწე მღვდლებზე. მათზე არის ეს ნათქვამი, თორე დღევანდელი სამღვდელოება საერთოდ ცირკი და კლოუნადაა და ეშმაკის რელიგია მოისმინეთ გასული ვიდეორგოლებიდან. ჩვენ ნახოთ აგერ რომ ქრისტემ დაასრულა ეს რჯული, რომელიც ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა მოგცა, რომელთა მეათე თავის მეოთხე მუხლი. ხედავთ ხო? აქ როგორ არის ეს აზრები გადმოცემული, რომ იესოს შეწირვით დასრულებული იქნა ის ძველი რჯული და მოგვეცა ჩვენ ახალი აღთქმა, ხო, რომელიც შევიდა იესოს აი ამ სისხლის საფუძველზე. დაღვრილი სისხლის საფუძველზე და ამის საფუძველზე გვაქვს ჩვენ პატიება. და ფაქტიურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ სწორად როგორ ვილოცოთ. რომ ღმერთს იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე ვთხოვოთ პატიება. აღარ არის საჭირო რაღაც ტაძარში სიარული, აღარც სადმე სალოცავს შენი სახლიდან, შენი ოთახი, ან იესომ ეს გვასწავლა მათეს მე-6 თავში და დევს ესენი ჩემს გვერდზე, თუ შემოხვალ და ნახავ როგორ ვილოცოთ, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები. და განსაკუთრებით მაშინ როცა რაღაც შეცდომა მოგევიდა, გრძნობ, ნანობ, როგორ უნდა მოიქცე. ახლა კი ვნახოთ თუ რა არის სიმბოლური სანთელი სინამდვილეში ჭეშმარიტი ქრისტიანებისათვის. რას უნდა მიაქციოს ყველა იმ პიროვნებამ ყურადღება, ვისაც პრეტენზია აქვს ქრისტიანობაზე. ლუკას სახარება ნახეთ მე-11 თავის 34, 25, 36 მუხლები. დაუკვირდეთ რამდენი თვალთმაქცი ადამიანი, ვინც დადის ტაძარში სანთელს რო ანთებს და პინჯოს რო გადაიწეს და იქიდან რო გამოდიან და მერე ანაკლავენ, ანაძალადობენ ცოლებზე, ან ქალებზე, ან ბავშვებზე, მერე იპარავენ, ლოთობენ, აზარტულ თამაშებს თამაზობენ, ნარკოტიკს იღებენ და მერე ისევ წავლენ, იმეორებენ იგივე სპირიჯურის გადაწერა, სანთლის ანთება. ეს არ არისო ქრისტიანობა. ხო, აქ კითხულობთ, რომ შიგნიდან უნდა იყოს სუფთა ადამიანი და შენი თვალი უნდა იყოს აი ეს სანთელის მსგავსი. რატომ მოიყვანა იესომ ეს შედარება? იმიტომ რომ ჩვენი თვალით რაზეც ვართ ფოკუსირებული, ხშირად, რასაც უყურებთ, რაზეც ვფიქრობთ, ის ხდება ჩვენ შიგნით. შენ თუ ეხლა 24 საათი უყურებ ტელეფონის რეკლამას, მაგალითად რომელიმე ახალი მობილური გამოვიდა, ხვალე-ხვალზე ითიყიდი მობილურს, ხო? იმიტომ რომ ისა გაქვს თავში უკვე თვალით, მაგრამ თუ შენ სულიერზე ხარ კონცენტრირებული, კითხულობ ყოველდღიურად წმინდა წერილებს
და ფიქრობ მასზე, ეს შენ შიგნით უკვე ანათებს. ამიტომ ჩვენი თვალი ყოფილა ეს სანთელი, რომელთაც ჩვენ შიგნით უნდა მივახციოთ აი ამ სინათლეს, რაც აქ იკითხება და გამოიყენეთ ეს წმინდა წერილები.